ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ გავმარტავთ ახლა ლოცვას წმინდა მამების სწავლებით, წმინდა მამების გამარტებით. ლოცვა იწყება სიტყვებით: ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ. მეგობრებო, ამ სიტყვებით ჩვენ სიხარულით მივმართავთ მარიამს, რადგან მას ღმერთმა მისცა განსაკუთრებული მადლი, ისეთი, რომელსაც სხვა ვერავინ იღებს. როგორც წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს, მარიამი სავსე მადლით იყო ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ანგელოზი მოევლინებოდა. მისი სული იმდენად წმინდა და ნათელი იყო, რომ თავად ღმერთი დაემკვიდრა მასში. აი, წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის, მეგობრებო, რომ მადლი სიმდაბლით მოიპოვება და რადგან მარიამი იყო ყველაზე თავმდაბალი, წარმოიდგინეთ, აი მთელ პლანეტაზე იყო ყველაზე თავმდაბალი, მანაც აიღო მადლის უმაღლესი სიუხვე. წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ანგელოზის სიტყვა გიხაროდენ. რას ნიშნავს, მეგობრებო, ეს გიხაროდენ? ეს ნიშნავს, მარიამ შენში შეუძლებელი გახდა შესაძლებელი. შეუძლებელი გახდა შესაძლებელი. ღმერთმა გააკეთა ის, რაც ადამიანს არ ძალუძდა. მეგობრებო, შემდეგ ჩვენ კითხულობთ, ლოცულობთ, ანუ უფალი შენთანა. რას ნიშნავს ეს სიტყვები? უფალი შენთანა. ეს სიტყვები გვასწავლის, რომ მარიამის მთელი ცხოვრება ღვთის თანაზიარებით იყო გაბრწყინებული. წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს, რომ ღმერთი მასთან მუდამ იყო და არასდროს მოცილებია. წმინდა ეფრემ ასური ამატებს, რომ სადაც მარიამია, იქ არის ღმერთიც. რატომ? რადგან იგი მუდამ გულში ატარებდა უფალს. წმინდა კირილე ალექსანდრიელი კი სვამს უდიდეს თეოლოგიურ აზრს. მარიამი ღმერთმა სპეციალურად მოამზადა, ასე ვთქვათ, რომ იესოს სწორად მისგან დაბადებულიყო. ანუ ნახეთ კიდევ ერთხელ, მეგობრებო, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ნახეთ ღმერთმა მარიამი წინასწარ გამოარჩია თავისი სიწმინდითა და სიმდაბლით. ღმერთმა მას მიანიჭა განსაკუთრებული მადლი. ღმერთმა წინასწარ იცოდა, რომ მარიამი დაეთანხმებოდა აი მხევალი უფლისა, გახსოვთ ხო სახარებაში, რომ მარიამის სიტყვები ხო, აი მხევალი, მე მხევალი უფლისა. და ამიტომ მარიამი გახდა ის წმინდა ადამიანი, რომლისგანაც დაიბადებოდა იესო ქრისტე. ლოცვის შემდეგი სიტყვებია: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. მეგობრებო, მართლმადიდებლობა მარიამს აღიარებს როგორც ყველა ქალს შორის, ასე ვთქვათ, ყველა ქალს შორის ყველაზე კურთხეულს. წმინდა იოანე დამასკელი მას ყველა ქალის დედასა და სამეფოს უწოდებს, რადგან მან შვა თავად ღმერთი. წმინდა ანდრია კრიტელი, ნახეთ, მარიამს ახალ ევას უწოდებს. ადამი და ევა, ხო, ევა. ახალ ევას უწოდებს. ნახეთ, ევა იყო დედა მიწიერად, მარიამი კი დედა ზეციერად. დიდება მას.
წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ მარიამის წმინდა ცხოვრება ყველას აჩვენა, მისი ცხოვრება, ხო, მისი წმინდა ცხოვრება ყველას აჩვენა თუ როგორ უნდა იცხოვრო კეთილად და სწორად. მეგობრებო, შემდეგ ვამბობთ, კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. ეს ნაყოფი არის თავად იესო ქრისტე, მეგობრებო, ღმერთი და ადამიანი ერთად. ხო, ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ადამიანი და ჭეშმარიტი ღმერთი. ანუ მასშია ორი ბუნება, ქრისტეში არის ორი ბუნება, ანუ ადამიანი და ღმერთი. წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, რომ მარიამის ნაყოფი კურთხეულია, რადგან იგი არის მხსნელი, ხო, წმინდა ათანასე დიდი ასწავლის, რომ ქრისტე სწორედ მარიამის მიერ მოვიდა. რათა, ასე ვთქვათ, მოერღვია სიკვდილი. დაებერა მარადიული სიცოცხლე. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კი გვასწავლის, იესო ქრისტე მარიამის გზით მოვიდა, რათა სიკვდილი დაემარცხებინა და ყველას სიცოცხლე მიეცა. მეგობრებო, მარიამი გახდა ხიდი ცასა და მიწას შორის, რომლის მეშვეობითაც ღმერთი ჩამოვიდა, ადამიანად მოვიდა. განკაცდა, ხო? ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც ვერასოდეს ჩავწვდება ადამიანის გონება, ხო? როგორც წმინდა სამება, ხო? ლოცვის ბოლო სიტყვებია, რამე თუ მაცხოვარი გვიშვებ სულთა ჩვენთა. ეს არის, მეგობრებო, აღიარება იმისა, რომ მარიამის ნაყოფი, ანუ იესო ქრისტე ჩვენი სულების მხსნელია. აი, წმინდა გრიგოლ პალამა შეგვახსენებს, რომ მარიამა მოგცა თავად ის, ვინც გვიხსნის. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტე მოვიდა, რათა მოგნიჭებოდა მარადიული სიცოცხლე. ხოლო წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ასწავლის, რომ ქრისტემ სიკვდილი გადააქცია სიცოცხლედ და კაცობრიობას მოუტანა გადარჩენა. მეგობრებო, აუცილებლად წაიკითხეთ, ილოცეთ ეს ლოცვა, ისედაც არის დილის ლოცვებში, ხო, ასევე ჩვენ ეკლესიაში, ხო, წირვალზე ვისმენთ ამ ლოცვაზე საღამოს ასევე ვისმენთ ამ ლოცვას და აუცილებლად არა მარტო დილის დილის ლოცვებში წაიკითხეთ, ხო, არამედ აი დღის განმავლობაში, ხო, ხა დარწმუნებული ვარ, ყველა მზეპირად იცით ეს ლოცვა, ვის არ იცით, აუცილებლად ისწავლეთ და ესე იგი მეორე და გულში, გონებაში აუცილებლად მუდამ გაიმეორეთ ეს ლოცვა. გაიხარეთ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. დიდი მადლობა.